კონკურსი, რომელსაც უკვე მოხვა გამოხმაურება. კონკურსი უფლებადამცველთა ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას იმსახურებს, მის მკერდი 2016 შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდში და ის უნდა მოხმარდეს ძუძუს კიბოს პრობლემის მქონე ქალებს. გამართლებულია თუ არა მსგავსი საქველმოქმედო ფორმა, სწორედ ამაზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმრებთან ერთად, მაგრამ ვიდრე სტუმრებს წარმოგიდგენთ, მოვისმინოთ ქალთა მოძრაობის წარმომადგენლის კომენტარი ამ თემაზე. საუბარი არის არა უკვე ადამიანების ზოგადად ვიზუალზე, არამედ კონკრეტულად მკერდზე, ხო, ცალკე როგორც ობიექტზე, როგორც ნივთზე. გარდა ამისა, უფრო საწყენია, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ეს ქველმოქმედებაა, ბოროტი ხუმრობა თუ რანაირი ცინიზმია, როდესაც მკერდმოკვეთილ ქალს შენ 4 ზომის მკერდს ახარბებ. ძალიან მაინტერესებს კაცებს, რომ პროსტატის კიბო აწუხებთ, ეს პრობლემა აწუხებთ, სხვა კონკურსს ხომ არ შემოგთავაზებენ. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ნინო ადამაშვილი და იოსებ კავკავაშვილი პროექტის ავტორები და ანა არგანაშვილი ქალთა მოძრაობის წარმომადგენელი. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ქალბატონო ანა, თქვენ მინდა დაგისვათ პირველ რიგში შეკითხვა, რა არის მთავარი პრობლემა თქვენი აზრით, რაც აი ამ პროექტს თან ახლავს? მოგესალმებით. თავიდან მართალი გითხრათ, მეც მქონდა იმის მოლოდინი, რომ ორგანიზატორებს ჰქონდათ ესე კარგად დაგეგმილი საქველმოქმედო აქცია და მიკვირდა რატომ დაუშვეს ეს შეცდომა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მათ უბრალოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს აქცია ეწინააღმდეგება მსოფლიოში ძუძუს კიბოს სოლიდარობისადმი მიმართულ ყველა სხვა აქციის გზავნილს. ანუ ყველა სხვა აქცია მსოფლიოში ქალებს მხარს უჭერს იმაში, რომ მათ საკუთარი თავი იგრძნონ სრულფასოვნად, მიუხედავად იმისა, რომ გაიარეს ეს ძალიან დიდი ბრძოლა, ისინი არიან სრულფასოვნები, ისინი აჩვენებენ ხშირად მოკვეთილ მკერდს ან შრამს და ამაყობენ ამით და თავს საზოგადოების წევრად გრძნობენ. ეს აქცია, რომელსაც ჩემი აზრით ცოტა არასწორად ქვია საქველმოქმედო, პირიქით ხას უსვავს იმას, რომ ქალის სრულფასოვნების ერთადერთი და მთავარი კრიტერიუმი არის მკერდი და შესაბამისად გამოდის, რომ ყველა ეს ქალი, რომელსაც აქვს ამ მხრივ რაღაც ტრავმა მიღებული გადატანი, გამოდის არასრულფასოვანი. მე დავსვევ კითხვას, შეიძლება თუ არა იყოს საქველმოქმედო აქცია, თუ ჩვენ ერთმანეთს დავცინებთ, ერთმანეთზე ვიძალადებთ, ერთმანეთს თვითშეფასებას დაუგდებთ. აზრით ეს არის დაცინვა. ეს არის შეიძლება ინდივიდუალურად ან იყოს დაცინვა, ან დავასრულებინოთ ბატონო იოსებ და შემდეგ ხელახალი ტრავმატიზაცია. ქალი რომელმაც გამოიარა ეს ძალიან დიდი ბრძოლა და ეხლა ცდილობს რომ აღიდგინოს საკუთარი თავის რწმენა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვთქვათ მას მკერდი მოკვეთეს ან რაღაც სხვა ესეთი პრობლემა ქონდა, აი უცებ ჩვენ მას ვეუბნებით, რომ ის არის არასრულფასოვანი, იმიტომ რომ ის უბრალოდ ვერ ჯდება ამ კრიტერიუმებში. გასაგებია, მოდით მივცეთ, კიდევ დაგიბრუნდებით თქვენ რა თქმა უნდა, მანამდე იოსებს მივცეთ მოგესალმებით. თქვენი ეთერის საშუალებით მაყურებელს და მე მინდა ერთი მხოლოდ კარგი იქნებოდა ქალბატონი ბაია პატარაია რო ყოფილიყო, იმიტომ მე მასთან ერთი შემოთავაზება მაქვს, რომელსაც ანუ ეთერის მსვლელობისას გავაჟღერებ კიდევ ერთი შემოთავაზება. რაც ფიქრობ მისი მხრიდან იყო წამოსული ეს ცინიკური დამოკიდებულება. კონკრეტულად ქალბატონი ანის გავცემა ამ წუთში პასუხს ამ კუთხით. ჩვენი კონკურსი სოლიდარობას უცხადებს მკერდის კიბო დაავადებულ ქალბატონებს. მე მაინტერესებს ქალბატონი ანისგან, ქალბატონი ბაია პატარაიასგან, მათ თუ ქონდათ შეხება და ურთიერთობა ამ ქალბატონებთან. ჩვენ ქონდა და უფრო მეტიც ჩვენს კონკურსში ახალგაზრდა გოგონა, რომელიც დაავადებულია მკერდის სიმსივნით, მონაწილეობს და ის არის ჩვენი კონკურსის კონკურსანტი. ამით მე ვფიქრობ ყველაფერია ნათქვამი და ქალბატონ ბაიას ეს უნდა გაეთვალისწინებინა და რა საერთაშორისო კონვენციებზეა საუბარი, ალბათ ქალბატონ ბაიას არ აქვს ინფორმაცია ამ კონკურსებთან დაკავშირებით, როდესაც ეს კონკურსები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში და ასე ეს არის რუსული და უკრაინული ეძღვნება მკერდის კიბო დაავადებულ ქალბატონების სოლიდარობას. მე მაინტერესებს ბატონო იოსება, ეს არის რუსული და უკრაინული კონკურსების ანალოგი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. მაინტერესებს მსგავსი ფორმით სადმე ჩატარებულა თუ არა ასეთი, რასაც თქვენ ახლა ატარებთ ასეთი კონკურსი საქველმოქმედო მიზნებისთვის.
კი იყო ერთ-ერთ ტელეეთერში მას გააკეთა, ანუ ამის ინფორმაციის მოძიებაც საკმაოდ მარტივია. თქვენ ბატონო ვახტანგ ხართ ჟურნალისტი, შეგიძლიათ მოიძიეთ ეს ინფორმაცია და ეს კადრები ამოიღოთ, როდესაც ტარდება და ისინი სოლიდარობას უცხადებენ კერდის კიბოთ და ფინანსურადაც ეხმარებიან. ანუ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ამ შემთხვევაში, რომ შემოვიდეს მეტი ფინანსი და ამ ქალბატონებმა мотивация მისცენ ამ კონკურსანტებმა კერდის კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს და აქ არის გასაგებია, მოდით ქალბატონ ნინოსაც მივცეთ შესაძლებლობა, როგორც ვიცი, მასაც სურს თავისი აზრი თქვა ამ საკითხზე და შემდეგ ისევ ქალბატონ ანას დაუბრუნდებით. გამარჯობათ, მოგესალმებით. რაც შეეხება კონკურსს, ანუ კონკურსი ტარდება უკრაინაში, ტარდება რუსეთში, ტარდება ბელორუსიაში და ყველა შემთხვევაში, ყველა ქვეყნის შემთხვევაში არის საქველმოქმედო და საქართველოში ტარდება აბსოლუტურად იდენტური კონკურსი, რომელიც არის საქველმოქმედო და როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში ხდება, ჩვენთანაც თანხები გადაერიცხება კერდის კიბოთი დაავადებულ ქალბატონებს, უბრალოდ ქართული პროექტის შემთხვევაში მე როგორც მოგეხსენებათ, მე ვარ იდეის ავტორი, ამ პროექტის ავტორი, იოსები არის თანაავტორი და იოსებით მეთანხმება რასაკვირველია. მე მინდა რომ ქართული პროექტის ფარგლებში აქ ჩართული იყოს ანორექსიასთან ბრძოლაც. ანუ ჩვენ რაღაც თანხით ასევე დავეხმაროთ ანორექსიით დაავადებულ ადამიანებს. და მე როგორც ამ პროექტის ქართული ვერსიის ავტორი, შემიძლია ვთქვა ის, რომ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ პოდიუმზე გამოვიდეს უფრო ხორცსავსე მოდელი, ვიდრე ის იყოს ანორექსიით დაავადებული, იმიტომ რომ ანორექსია არის 21 საუკუნის პრობლემა. აქ იყო ქალბატონ ნინო ასეთ ფრაზებმა გაიჟღერა ჯერ კომენტარში, რომ ცინიზმია თუ ბოროტი ხუმრობაო, ასევე იყო ნათქვამი, რომ თქვენ დაუშვით შეცდომა. აი ხა თქვენ როგორ ვიქნოთ ბატონო ვახტანგ, ქალბატონ ბაია პატარაიას განცხადება არ იყო ცინიზმი პროსტატით დაავადებულ მამაკაცების ხარდასაჭერი კონკურსი რა ჩაეტარებინა, ის ხო არის უფლება დამცველი და მომეცით შესაძლებლობა შეკითხვა დაუსვა ქალბატონინოს, თქვენ მერე დაგიბრუნდებით კიდევ. ქალბატონინო, მაინტერესებს საზოგადოებას, აი რა მთავარ გზავნილს ეტყვით, რატომ შეარჩიეთ მაინც და მაინც ეს ფორმა, თუ კი ვთქვათ რაღაც ქველმოქმედების მიზნები გაქვთ, რატომ მაინც და მაინც ეს ფორმა? იმიტომ ეს ფორმა, რომ ანუ ეს კონკურსი, როგორც გითხარით, ტარდება ბევრ ქვეყანაში, აქვს უკვე ჩვენ საქართველოს შემთხვევაში ექნება ამას 3+, კერდის კიბოსთან ბრძოლა, ანორექსიასთან ბრძოლა და მესამე დადებითი მხარე რაც არის ის, რომ მე ხა მსახიობი ვარ პროფესიით, მოგეხსენება და ხშირად ვზივარ ხოლმე სხვა სილამაზის კონკურსებზე, როგორც ჟიურის წევრი, ანუ როგორც მსახიობი და ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგონები მოდიან, აქვთ ძალიან კარგი მონაცემები, აქვთ ცოტა აცდენილები არიან პარამეტრებს 90, 60, 90 და მათ ორგანიზატორები ეუბნებიან და ჩვენ ჟიურის წევრებსაც მიგვითითებენ, რომ იცი რა არის ეს ამას ზედმეტად დიდი მკერდი აქვს და ამას ზედმეტად თეძოს ზედმეტი გარშემოწერილობა აქვს და ესეთი გოგონები იბლოკებიან და ჩვენ აი ამ კონკურსებისგან დაბლოკილ გოგონებს ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოვიდნენ ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონკურსზე და მიიღონ მონაწილეობა. გასაგებია, ქალბატონო ანა. მიზეზი არის რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ დაგიბრუნდებით, ქალბატონო ანა, მანამდე მინდა ისევ მოვისმინო თქვენი შეფასება, ანუ რა არგუმენტებიც იყო წარმოდგენილი, ეს არის თქვენთვის მეტნაკლებად დამაჯერებელი მაინც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნამდვილად მინდა დავიჯერო და მჯერა, რომ კარგი განზრახვები აქვს ამ ადამიანებს და უბრალოდ ინფორმაცია არ ეყოთ ამის დაორგანიზებისთვის. ნამდვილად სამწუხაროდ არ არის არგუმენტები საკმარისი, გეტყვი ძალიან მარტივად. თქვენთვის არის ეს არგუმენტი საკმარისი. იცით რა არის, აუნა ჩაგეჭრათ, იმიტომ მე თავიდან გავაკეთე განცხადება, მე მაინტერესებს ქალბატონო ანა, თქვენთვის არ იყო ეს არგუმენტი საკმარისი, რომ ჩვენს კონკურსში მონაწილეობას ღებულობს კერდის სიმსივნით დაავადებული ქალბატონი, რომელიც არა, მე ამ კითხვაზე გამეცით პასუხი და ჩვენ გვაქვს თუ არა ინფორმაცია, ანუ მოძიებული ამაზე მე შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. თუ მომცემთ საშუალებას გაგცემთ პასუხს. ეს არგუმენტი არ არის საკმარისი, ვინაიდან ერთი ადამიანის მონაწილეობა, რა თქმა უნდა, ვერ უგულებელყოფს იმ რისკებს, რასაც მოიცავს. მე გეტყვით, რომ ჩემი ერთ-ერთი პროფესია არის ფსიქოლოგი, მე მიმუშავია ამ თემაზე. მე მიმუშავია იმ ქალებთან, რომელთაც გამოიარეს ეს ძალიან დიდი ბრძოლა
გაიმარჯვეს. ამ ქალებს ჭირდება გამხნევება, რომ მათ იგრძნონ თავი სრულფასოვნად. ისინი არიან სრულფასოვნად. და ვინც არის ანალოგიური პრობლემის წინაშე, იმათაც ჭირდება დახმარება, რომ ეს პრობლემა გადავა. ძალიან გოდით შეგაწყვეტინოთ უბრალოდ. ჯერეთი და ბაია პატარაია უნდა იჯდეს აქ, იმიტომ რომ ძალიან დიდი შეურაცხყოფა მოგვაყენა. ეცით რა არის მე ანუ შეიძლება ეს ანუ ფორმატიც შეიძლება არ ითვალისწინებდეს, იმიტომ რომ ამ ეთერში ესე ღია დებატებით საუბართ და კიდე ერთი მიმართვა მინდა, მე მინდოდა დღეს ბაია პატარაიას შევხვედროდი. ბაია პატარაიამ ჩემ თვალში დაკარგა ფასი მაშინ, როდესაც მან მოგვიწოდა და ჩვენ ჩაგვეტარებინა პროსტატი დაავადებული ადამიანებისთვის კონკურსი. მე ახლა პირდაპირ ეთერის საშუალებით ექსკლუზიურად მიმართავ ქალბატონ ბაია პატარაიას. ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ კონკურსი პროსტატით კიბო დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად. ოღონდ იმ პირობით თუ კი ქალბატონი ბაია პატარაია იქნება ამ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე და ის დაადგენს შეფასების კრიტერიუმებს. მოდით, აი თქვენი აზრით ქალბატონო ანი, თქვენ ხო ხართ ანუ ამ ქალთა მოძრაობის წევრი? მაინტერესებს თქვენ ხო ხართ ამ ქალთა მოძრაობის? არის და მოდი მივცეთ შესაძლებლობას. დავამთავროთ ციტატას თუ შეიძლება ბატონო ვახტანგი. ხო ხართ ამ თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ცინიკური განცხადება არ იყო მისი ირონიული დამოკიდებულება ღიმილის მომგვრელი ტონით რომ მოგვიწოდეს მაშინ კაცთა გაერთიანებაც გამოვა. გასაგებია რაც გასაგებია ერთი და იმავე მოძრაობის წარმომადგენლები არიან ქალბატონი ბაიას და ქალბატონი ანაც და კი ბატონო მივცეთ შესაძლებლობა მე მინდა გამოვეხმარო ქალბატონინოს ძალიან საინტერესო და ესეთ მშვენიერ მოსაზრებას ანურექსიასთან დაკავშირებით სხვათა შორის მართლაც არის ძალიან დიდი მოძრაობა იმის თაობაზე რომ ქალების ასე ვთქვათ ჭყალებში შეფასება დაბრაკვა არ უნდა ხდებოდეს ამ გარეგნული მონაცემებით. სწორედ ამას ვამბობ რომ მათ ძალიან შეიძლება კარგი განზრახვა ქონდათ თუნდაც ანურექსიის წინააღმდეგ ჩვენ ვიცით რომ ხშირად მართლაც ხდება გარედან თავს მოხვეული სტანდარტების ქალების მეორე ხარისხოვნად ნიშნება და ამაში შეიძლება ჩვენ მართლაც გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ იმის წინააღმდეგ რომ აი ეს სტერეოტიპული შაბლონებით არ იყოს ქალების აღქმა. მაგრამ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით ახსენეთ ტრავმა და რისკი, აი რისკი რა შემდგომარეობს. ქალბატონი ბაია პატარაის პოზიცია. ბატონო იოსებ, უკაცრავად, ასე ორ ხმაში ვერ ვისაუბრებ ჩვენ ახლა. მე უნდა დავსვა შეკითხვა. ქალბატონო ანა, რისკი ახსენეთ და ტრავმა. აი რაში მდგომარეობს რისკი შეგიძლიათ აი ეს გაგვიმართოთ? რისკი მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება ადამიანმა და ალბათ ქალებმა, ვისაც გავლილი აქვთ ეს რთული ბრძოლა შეიძლება მათ მიიღონ ვთქვათ მეორადი ტრავმა, ვინაიდან კიდევ ერთხელ აღმოაჩინონ, რომ ძუძუ მკერდი არის ის რითიც ქალს უწერენ მაღალ ქულებს და თუ მათ ეს არ აქვთ, იმ თავითვე მათ მეორე ხარისხოვან მიაჩნევენ. ეს ძალიან მარტივი ლოგიკა არის იმის გამო, რომ ისეთ ქალბატონებს დავეხმაროთ ძალიან. იცით რა, მე მესმის თქვენ რომ გინდათ გრანტების მოძიება, თქვენ ხართ არასამთავრობო ორგანიზაცია და პირდაპირ დაინტერესებული ხართ ამით და ჩვენ, ეხლა მე თქვენ პიროვნულად არ მოგმართავთ, იმიტომ რომ ნუ არ გიცნობთ, არანაირი შეხება არ მაქვს თქვენთან და ბაია პატარაიას მინდა მივმართო. ბაია, ჩვენ ვაკეთებთ ძალიან კარგ საქმეს, ჩვენ ვაკეთებთ კონკურსს, რომელიც ამავდროულად არის სოლიდარობის აქცია და თქვენ რას აკეთებთ? თქვენ აკეთებთ ბრიფინგებს, თქვენ ლაპარაკობთ ჰაერში იმისთვის, რათა მოიზიდოთ გრანტები და შორს თქვენი ბინძური ხელები ჩვენი კონკურსი. მოდით, მაყურებელი ძალიან კარგად შეაფასებს, ვინ რას აკეთებს. ერთ რამეს შეფასებიც არის ჩემო კარგო ეხლა. უკაცრავად ფინანსური რაიმე გადარიცხვა ვერ ანაზღაურებს იმ ტრავმას, რასაც თქვენ ქალებს მიაყენებთ. აუცილებლად აი თქვენ რატო ფიქრობთ, იცი ბაია ქალბატონი ბაია პატარაია მე თამრისკებზე. რაც შეეხება ბაიას, მათ ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება და ის ძალიან კარგად დაიცავს. კითხავთ ასეთი გამეც ტრავმაში რას გულისხმობთ? მე კიდევ ერთხელ გამეორდები უკვე მესამე ეთქობა თქვენ ანუ არ ვერ მოისმინეთ ჩვენი ნათქვამი რომ ჩვენთან გუშინაც დარეკა, როდესაც პოსტსკრიპტუმში გავიდა სიუჟეტი, გამოგვახმავნე კერდის სიმსივნე. ჩვენ არ აქვს არანაირი უარყოფითი რეაქცია. თქვენ თუ კი მე მოგიყვანთ რომელიმე ქალბატონებს, რომლებიც ანუ რომელთაც არ აქვს პროტესტ გამოაცხადებენ აი ამ კონკურსის მიმართ და ექნებათ აგრესია, აი ამ შემთხვევაში მე პირობას გაძლევთ თქვენ, რომ მე მათთან დავჯდები, ვიმსჯელებ, დავისვამ უფრო მეტად კომპეტენტურ ფსიქოლოგებს, რომლებიც ამ ქალბატონებთან მუშაობენ და ვისაუბრეთ, იმიტომ რომ თქვენ ეხლა ვერც ერთ არგუმენტი
ამის ჩვენს მიერ ნათქვამზე ვერც ერთი არგუმენტი ვერ წამოაყენეთ. ანუ თქვენ გსახართ რომ შეაჩეროთ კონკურსში მონაწილეობას ღებულობს კერდის კიბოთი დაავადებული ქალბატონი და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ამით უკვე ის არის ნათქვამი ქალბატონო ანი რომ თქვენ იმ თავითვე გინდოდათ პოპულისტური განცხადებების გაკეთება და კიდევ ერთხელ გამოჩენა საზოგადოების წინაშე, ნუ გავლილ ცოტა უკან პერიოდებს თუ გადავხედავთ ანუ თქვენს მიერ ორგანიზებული პრესკონფერენციას, ანუ კიდევ ერთხელ გინდოდათ რომ პოპულისტური განცხადება გაგეკეთებინა და თქვენ ეს კონკურსი ძალიან კარგად გამოიყენეთ, იმიტომ რომ თქვენ გამოიწვევთ საზოგადოების უარყოფითი რეაქცია ამ გასაგებია, დრო ბევრი არ დარჩა ქალბატონო ანა, მოდით უპასუხეთ და შემდეგ დასასრულისკენ მივდივართ. ქალბატონ ნინოსაც მივცემ სიტყვას და ჯერ თქვენ უპასუხეთ, გისმენთ. მე მინდა რომ მაყურებელს მივმართო, რადგან ჩვენ შორის დებატი არ შედგა და თქვენ მუდმივად მაწყვეტინებთ, ეთყობა არ გაქვთ გამოცდილება დებატებში, ამიტომ მაყურებელს მივმართავ. ჩვენი მოძრაობა მხარს უჭერს ქალების გაძლიერებას, მიუხედავად იმისა, რა თავსმოხეულ სტანდარტებში ვერჯდებიან ეს ქალები. ქალების ღირებულება არის ის, რა შეუძლიათ გააკეთონ მათ, რას მიაღწევენ და არა ის, რომელი ორგანოა მაგალითად მათი შეფასებული და აღიარებული. კონკურსები, სადაც ქალებს აფასებენ, როგორც სილამაზის კონკურსები, სადაც ნატურალ კოსტუმებით გამოდიან, მკერდსაც აჩენენ ქალბატონოანი. ძალიან შორს ხართ ეთყობა სილამაზის კონკურსებისგან, არა? იმიტომ აბსოლუტურად ვერ საუბრობ კონკურსებისგან მე ადამიანის უფლებებზე ვმუშაობ და დამეთანხმეთ რომ რუსეთი და თქვენს ვერ ჩამოთვლილი ქვეყნები ნამდვილად შეიძლება არ იყოს საერთოდ არა არც ერთი ახლოს, იმიტომ რომ თქვენს დიდი ალბათობით ფინანსებით ისეთი ორგანიზაციებისგან უნდა იყიდოთ. მაგრამ ორგანიზაციები ზოგადად სილამაზის კონკურსების წინააღმდეგ ძალიან კარგად მუშაობენ, იგივე გენდერულ თანასწორობაზე, ქალბატონოანი, იგივე მუშაობენ ქალთა ძალადობაზე, დისკრიმინაციის ფაქტებზე და ისინი რეალურად ახორციელებენ. არ ვიცნობ თქვენს ორგანიზაციას და ამიტომ ამ კონკურსზე ნუ გამოგვედა. შეიძლება ბატონო ახტავრი მუშაობთ ქალთა ორგანიზაციებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი კარგი განზრახვები მათთან დისკუსიით კარგ შედეგს გამოიღებს. უბრალოდ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს გაუგებრობას და ინფორმაციის ნაკლებობას. ქალბატონ ნინო, გისმენთ. ეხლა რაც შეეხება კონკურსს, ანუ თქვენ ამბობთ, რომ არანაირი პრეტენზია არ გაქვთ, არც უკრაინული, არც რუსული, არც ბელორუსის კონკურსების ორგანიზატორებთან, მხოლოდ ჩვენთან გაქვთ, თუ ზოგადად პროექტთან გაქვთ და პროექტის იდეის ავტორთან გაქვთ, ანუ პრეტენზია ვისთან გაქვთ, მხოლოდ ჩვენთან თუ მათთანაც, თუ შეიძლება ეს ძალიან ლაკონურად რომ მიპასუხოთ. გეტყვით, პრეტენზია ზოგადად არ არის სწორი შეფასება. ჩვენ ვიცავთ ქალთა უფლებებს შესაბამისად. ანუ იქ არის ცავენ და მარტო ცხოვრობენ იმათი უფლებები დაიცავით რა თუ მეკითხებით დამასრულებინეთ თუ შეიძლება. ყველაფერი. არა, მოკლე პასუხი მინდა ქალბატონო ანტი, ან არა. ქალბატონი ანი როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე გასცემს. არა, უბრალოდ ჩვენ საეთერო დროს კი, საეთერო დროს მე ვარეგულირებ. ქალბატონი ანი თუ კი გადაწყვეტს რომ გიპასუხოთ, იმ ფორმით, რა ფორმითაც, ხო? მოდით მივცეთ ამის შესაძლებლობა, რადგან შეკითხვა დაუწყო. თუ ერთი და იგივე ფრაზები მესმის მხოლოდ და ქალბატონო ანი გისმენთ. ჩვენ ვიცავთ ქალთა უფლებებს შესაბამისად ვეწინააღმდეგებით ყველაფერს რაც ახდენს ქალების კულტურული სტერეოტიპების ქვეშ ასე ვთქვა დამონებას, დამორჩილებას, ეხლა მეორე შეკითხვა თუ შეიძლება ჩავეკითხები, ეხლა მეორე შეკითხვა. თქვენთვის არის თუ არა სექსიზმი ის რომ კონკურსებზე სადაც გამოდიან 90-60-90 სილამაზის კონკურსებზე მაქვს საუბარი, ასევე მის ბიკინიზე, რომლის კონკურსანტებიც რადიკალურად განსხვავდებიან ჩვენი საქართველოს მოსახლეობის 85-90%-ისგან, არის თუ არა თქვენთვის ეს სექსიზმი და ხდება თუ არა მათი მხრიდან, ანუ იდენტური სქესის ჩაგვრა, ნუ რასაც სექსიზმის განმარტება, ხო, ძალიან კარგია რომ ეს თემა წამოჭერით, მაყურებელმა ძალიან მინდა იცოდეს, ძალიან რომ ბევრი კონკურსი მართლაც მოიცავს ქალებისათვის თავზე მოხვევას იმ სტანდარტებისა, რაც არ არის ბუნებრივი. საინტერესო რაღაც მკერდი თქვენ ხო გაქვთ ქალბატონოანი მკერდი და სად იყავით მაშინ საინტერესოა რატო არ გამოდიოდით ბაია პატარაია სად იყო მაშინ უამრავი ტიპის კონკურსი ტარდება რომელიც არის სექსისტი ბაია პატარაია მაშინ სად იყო სად იყავით განსხვავება ის არის რომ ის კონკურსები არ ამბობენ არანაირი განსხვავება მაშინ როდესაც თქვენი კონკურსი რომელიც
პირდაპირ ადამიანის ტრაუმატიზაციას იწვევს ტრაუმატიზაცია რაში დაინახეთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი ეს განსხვავება კიდევ კარგად გასაგებია დიდი მადლობა თქვენ მე მგონი მოგეცათ შესაძლებლობა თქვენი პოზიციები გეთქვათ ამ ეთერში და ეჭვმათ რომ ვერც ეთერს მიღმა თქვენ ამ საკითხზე ვერ შეთანხმდებით უბრალოდ მაყურებელმა მოისმინა თქვენი პოზიციები ასე ვთქვათ დისკუსიის რეჟიმში დიდი მადლობა ძალიან ცუდია რომ ბაია პატარაია არ არის ეთერში კი ბატონო მე მიმართავ რომ ქალბატონი ანა და ქალბატონი ბაია არიან ერთი და იმავე ორგანიზაციის წარმომადგენლები არა ჩვენ ქალბატონ ბაიას მე მიმართავ გასაგებია მაგრამ კომპანიას რომ ანუ თუ აქვს იმისი საშუალება რომ ეს არ იმყოფება ანუ წამყვანი დაჯდეს ანუ დასვას ისე რომ სტუდიაში ერთად ვიდგეთ ქალბატონი ბაია არ არის დედაქალაქში ანუ მიზეზი არსებობს იმისა რის გამოც ის ახლა არ არის სტუდიაში ხომ თუ კი იქნება შესაძლებლობა რომ სტუდიაში აი აქ სადაც მე ვზივარ თქვენ შორის მოეწყოს დებატები ძალიან მაინტერესებს და პირდაპირ მისგან მაინტერესებს ანუ მოვისმინო ანუ იქნება დახტება იმ კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე რომელიც მას შემოგთავაზა იმიტომ მას ექნება შესაძლებლობა რომ ეს თქვენი წინადადება მოისმინოს ხომ ან ტელევიზიის საშუალებით ან ინტერნეტის და თუ შეიძლება პირადად ბაიასთან მაგ ძალიან მოკლე ლაკონური შეკითხვა თუ დავთავაზებთ თქვით მოკლედ ხო მოკლედ ანუ ამ თემასთან აცდენილია არანაირად არ უკავშირდება ჩვენი დღევანდელი კონკურსის თემას საუბარია იმაზე რომ მე ვარ პროფესიით მსახიობი ვარ ტელეიმედის სახე ასე ვთქვათ და მას შემდეგ რაც ქალბატონმა ბაია პატარაიამ თავის ორგანიზაციასთან და ნუ თათია სამხარაძესთან ერთად ჩაატარა ბრიფინგი მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად უმოტივაციო ბრიფინგი და აბსოლუტურად ლოგიკას მოკლებული ნუ ეს ცალკე თემა ფაქტია რომ 50 ადამიანი რომელთა შორისაც ნახევარი თუ არა ნუ შეიძლება ცოტა ნაკლები არის ქალი და მათ შორის ვართ მე ჩვენ 50 ადამიანი დავრჩით სამსახურის გარეშე და მათ შორის ვართ ძალიან ბევრი ქალბატონი ბაია პატარაია როგორც ქალბატონების უფლება დამცველი ჩვენზე როგორც ქალბატონებზე იზრუნებს თუ არა და გულთან ახლოს მიიტანს თუ არა რომ მათი ერთი ყოველგვარ კიდევ ამბობ რომ აი мотиваციას და ლოგიკას მოკლებული გასაგებია რაც ეს არ არის ჩვენი გადაცემის თემა მაგრამ თუ კი ქალბატონ ანას აქვს ამ შეკითხვაზე პასუხი შემიძლია დრო დაუთმოთ არა ალბათ ბაია პატარაია არაფერი არ დაგვიშავებია მე მიხარია რომ ქალთა უფლებების თემას შევეხეთ და დარწმუნებული ვარ რომ თუ გააგრძელებთ თქვენი უფლებების დაცვას მართლაც ერთად შევცვლით აი ამ ქალთა ჩაგვრას დარწმუნებული ვარ რომ ბაიაც მზად იქნება რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე თემაზე თუ აი მე მაგალითად აჭარაში ქალები რო იჩაგრებიან თუ ყოფილა თქვენი ორგანიზაცია ასული და დღეს რო 21 საუკუნეში მონების მოგახსენებთ მაგალითად ეს მაინტერესებს რატო ამაზე განცხადებებს არ აკეთებთ რატო ეს სენსიტივ თემაზე აწყობთ პრეს კონფერენციებს ახლა მოგახსენებთ მაგალითად აჭარაში ჩვენ ვიშავთ ადრეული ქორწინების თემაზე ზუსტად ქალები რომ დიდი მადლობა ნინო ადამაშვილი იოსებ კავკავაშვილი და ანა არგანაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობთ რომ მონაწილეობდით რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით სხვა თემით.